აი ესეთ ინტენსიურ ბრასში ადამიანი დიდხანს ვერ გაძლებს ცოცხლად. ანუ მე დავიწყე ამის გაკეთება ინსტინქტურად, ხო? ამ ხელა შოკის მიუხედავად, რომელშიც ჩვენ აღმოჩნდით, ჩვენ მაინც მოვახერხეთ წინ სვლა. მე ჩემ თავს დავუსახე ამოცანა იმედის გარეშე, რომ ჩავხრი თავს და ვიმუშავებ. ფსიქიკა პირველი თიშავს სირცხეს. და ბოროტება ხდება ბანალური. მისი თვითიდენტობა ჩამოიშლება თუ დანებდა. ამით მოუჭერი ჩემ თავს უკან წასასვლელი გზა. უნდა გახდეს ლეგიტიმური სიტყვა, რომ მე დავიღალე. გარდა მაგისა, მას კიდევ იმის ეშინია, რომ ეხლა შენ რაც ჩამოთვალე, რომ აი ეს ყველაფერი გონდა დაჯერებული, ამის აღიარება არ გინდა? ერთმნიშვნელოვნად ეგოების დაუძლებლობის პრობლემა. გუნდმა უნდა იმუშაოს და გუნდს შეუძლია მხოლოდ დაუპირისპირდეს რაღაცა ძალიან ძლიერ ძალას. პოლიტიკოსები უნდა მივიყვანოთ თერაპიაზე. ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან ნახეთ რა ხდება.